და მე მინდა წარმოგიდგინოს სტუმარი, რომელიც ერთობ გაგიხარდება შენც. აბა წარმომავლობა პირველ რიგში და მე რა თქმა უნდა რომ გაიგებ ყველაფერს. ახლა სტუდიაში მინდა ვუხმო გემრიელ ადამიანს, ნიჭიერ მომღერალს და რაც მთავარია, ქუთაისელს გელა ბერიძე. კეთილი თქვენი მობრძანება, მადლობა ბიჭებო, ოქროები ხართ და საიდან მახსოვდა ეს სიმღერა თქვენ რო ასრულებდით? დიახ, ჩემო. კი ბატონო, ესე ცნობილი არის რა. გარდა იმისა რომ ქუთაისელი ხართ, კიდე რა ნიჭით გამოირჩევთ? რა ვიცი, სხვა რაღაცებით შეგვიძლია. კი ბატონო. შიგადაში. როცა ყვავთ მახსოვს. სხვათა შორის გელას ვიცნობ, ახლა დიდი ხანია და ვიცნობ და მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. და რა ვიცი, ვინც არიცის, თუ ვინმე მარიცის კიდე რომ უთხრათ, საიდან დაიწყო შენი კარიერა, ჩემო გელა? რა თქმა უნდა, ჩემონიკა ჩვენ ჯერ მოვდივართ ქუთაისიდან ძალიან კარგად. შენ გენაცვალე, აბა. მე არსებობდა ასეთი ანსამბლი ბაგრატი შენ კარგად გახსოვს. რომელიც შენთან ერთად მოდიოდა ამ სფეროში ესე. ანუ მე რაღაც ახალ რაღაცებს ვიგებ. ეგ არის ლოტბარი. ამასთან ერთად რომ მოდიოდა თუ ერთად მოვდიოდით არა, სხვათა შორის ერთ საქმეს არაკეთებს და ინჟინერი და მომღერალიც ერთად მოდიან ხოლმე თაობაში. ეს იგულისხმება. გავიგე, მე მეგონა თუ საჭირო გახდა ლოტბარის ვიქნები, მაგრამ არ იყო ამ წუთში ამის საჭირო. კარგი. აბა ბატონო, ანუ კონცერტები ვქონდა. ბაგრატი ვთქვით, ერთი ბაგრატის ხელმძღვანელი, კიდე რომელი ანსამბლის ხელმძღვანელი იყო? მერე წამოვედით თბილისში, გახდა უკვე ანსამბლი იმერეთი, რომელმაც შეგენას. ვიმღერეთ ჩემი თბილისის ქალბატონები, რომელიც ძალიან შეუყვარდა. მაგრამ თარაც თავარია, ახე ესეთი ქუთაის მაინც ვერ შორდები ჯერჯერობით. ბაგრატი? ნუ ეს თბილისში კი წამოხედი, მაგრამ იმერეთი? მე რა თქმა უნდა. აბა შემდეგ რა ხდება? შემდეგ უკვე ძალიან შესანიშნავი ანსამბლი ოდა ყავს ეხლა, რომელიც ძალიან პოპულარულ სამღერებს, ძალიან მოეწონათ ჩვენი პოპური, იმერული პოპური და რა ვიცი, რა გითხრათ. ჰარალე? ნუ ჰარალე ესეც ჩვენი ნამღერია, რა თქმა უნდა. ეს შიგადაში უკვე ჩვენი მეგობარი იყო ზურაბ არბაიძე, რომელმაც დაწერა ალბათონ ლილინოცუბიძის ტექსტია, კარგად. გაგინა, ცხოვრობს ეს ხალხი. ანსამბლებს იცვლიან რესტორნებივით. გადადიან, გადმოდიან. რა ვქნა ჩვენ? მითხარი ჩემო ოქროს ადამიანო გელა. რა ხდება შენ ცხოვრებაში? ვიცი რომ პრემიერით მობრძანდი. დიახ, დღეს მოგიტანეთ ბატონი ბორის შხიანის სიმღერა. ნუ ძველი სიმღერა, ქალბატონი მანანა თოდაძე ასრულებდა ამ სიმღერას. ჩიტო ბეღურა, ესე ქვია. კი, მახსოვს. ჩიტო ბეღურა, კი ბატონო. ჩვენი ბავშვობის. კი, ძალიან ახალი ინტერპრეტაციით იქნება. ბატონი ბორისის ვარსკვლავი იხსნება და იქ ვიმღერებ ამ სიმღერას კიდევ. კარგი, ჩემო გელა, ის რა დაგვრჩენია რომ თქვენ პრემიერას მოусმინოთ, ჩვენ კი აქვე. დავიმშვიდობებით ჩვენ ტელემაყურებელს იმ იმედით რომ ხვალინდელი დღე რა თქმა უნდა უკეთესი იქნება და ჩვენ შევხვდებით პარასკევს, შაბათს და კვირას მიხოთი და მაროთი. და უკვე მომავალ ხუთშაბათს შემოგიერთებით, არ დაიშალოთ. აბა